სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა თეთრმა ტალღამ მაყურებელს კარლო კოლოდის ცნობილი ზღაპრის პინოქიოს პრემიერა წარუდგინა. თუ არ გადაწყვეტს, შეგვეულებრი ჯულიჯინად გადაგაგზავნა. და იყოს ნება თქვენ. დღეს თბილისის მაყურებელს კიდევ ერთი საპრემიერო ჩვენება წარუდგინეთ. ცნობილი იტალიელი მეზღაპრის კარლო კოლოდის ცნობილი ზღაპარი პინოქიო. დამდგმელი რეჟისორია ნიჭიერი ახალგაზრდა რეჟისორი ბატონი გოგა ქაჩიბაია, მხატვარი ელენე შუბლაძე, ქორეოგრაფი გახლავთ ბაქარ ხინთიბიძე. ამ სპექტაკლში თითქმის მთელი დასი იყო დაკავებული უხუცესი მსახიობის ბატონ გიორგი რატიანის თამადობით, ესე ვთქვათ, უკვე 82 წლის არის. იმედი მაყურებელს მოეწონა. უკვე მესამე წელია თანამშრომლობ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან, თეთრ ტალღასთან. დღეს ჩვენ გვაქვს პრემიერა, არაჩვეულებრივი დასია, პროფესიონალები არიან, ნებისმიერ ჟანრში კარგად ართმევენ სამუშაოს თავს, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე კიდე სხვა სპექტაკლებიც დავდგი მათთან ერთად ვიმუშავე, მეც გარკვეულწილად გამოცდილება მივიღე და ჩემი გამოცდილება მათ გადავეცი. დღევანდელი სპექტაკლი მეორე პრემიერა, წარმატებით ჩაიარა, მაყურებელი კმაყოფილია, ჩემი აზრით, როგორც ბავშვებმა, ისე მშობლებმაც კარგად იხალისეს. თეატრის უხუცესმა მსახიობმა გიორგი რატიანმა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად ზღაპრის ორიგინალური ვერსია შესთავაზა მაყურებელს. საყვარელი გმირების თავგადასავალმა კიდევ ერთხელ შეახსენა პატარებს, რომ სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. სულ ახალგაზრდებია სპექტაკლში დაკავებული. ძალიან საინტერესო ახალგაზრდები. ერთი ჩემი გმირი ჯეპეტო არის, ხანდაზმული მსახიობი. ამ ახალგაზრდა მსახიობების დამყვალიანებელი, რა თქმა უნდა, თეატრის შემქმნელისა ვარ და ისინი ჩემი აღზრდილები არიან თითქმის 90% და მე მიხარია ბავშვივით, რომ ჩემი აღზრდილი მსახიობები უკვე დავაშკაცებულნი არიან პროფესიონალურად და მიხარია მათთან ერთად თამაში. მე მგონი სპექტაკლი კარგად მიიღო მაყურებელმა. მე ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, საბავშვო სპექტაკლების რატომღაც თან კარგად გამომდის და მიხარია, როდესაც კონტაქტში შემოდიან ჩემთან და მეც ანალოგიურად შევდივარ და ჩემი აზრით მგონი კარგად მიდის. ბავშვებიც კარგად სწორად აღიქვამენ, სწორი რეაქციები აქვს და საბოლოოდ როცა ვეკითხები ზრუნავების გადაღების დროს ამბობენ, რომ ძალიან მოგვეწონა. ასაკით კი ჩემს პერსონაჟზე დიდი ვარ გაცილებით, მაგრამ რატომღაც ბავშვებთან რახა კარგად ვარ და კარგად მესმის, ეს როლიც მგონი რომ კარგად გამომივიდა. სპექტაკლს ესწრებოდნენ თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და მთავრობის წევრები. ჩვენმა თეატრმა ძალიან კარგი სპექტაკლია აჩუქა მოზარდებს. ძალიან კმაყოფილი ვარ და ვამოყოფი იმით, რომ გიორგი რატიანმა შესანიშნავი თეატრი შეუქმნა აფხაზეთს და შესანიშნავი თეატრი აგრძელებს თავის ტრადიციულ საქმიანობას საქართველოს დედაქალაქ თბილისში. უსურვებთ შემდგომ წარმატებებს. მე მომეწონა ეს სპექტაკლი, ძალიან ლამაზი იყო. მე ყველაზე მეტად მომეწონა ფერია, იმიტომ რომ კარგად ასრულებდა როლს. კიდევ მომეწონა ჯეპეტო, იმიტომ რომ კარგად უკრავდა ვიოლინოზე. მე სპექტაკლი მომეწონა, იქ კიდე ერთი გოგო გამოვიდა, მელა კუდარა იყო და კიდე ფერიას როლი მომეწონა ძალიან. რა პინოქიოს დაეხმარა. ყველაზე მეტად მომეწონა პინოქიო. ყველაზე მეტად მომეწონა პინოქიოს მამა. ძალიან კარგი იყო, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ თეატრით.